რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ. მოგესალმებით, რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტ სუბიექტური აზრი, როგორც მოგეხსენებათ, ყოველ სამუშაო დღე ზუსტად 7 საათზე თქვენ გაქვთ საშუალება მოისმინოთ ჩვენი რესპონდენტის სუბიექტური აზრი, რასაკვირველია გადაცემას ტრადიციულად მე და შალვა რამიშვილი წარუძღვევთ. მოგესალმებით, შალვა. როგორ ხარ? გამარჯობა სულმებით ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს. დღეს ვჭობდით ძვირფას ტელემაყურებელო, რაზე უნდა გველაპარაკა? იმდენი თემა იმდენი რამა განსახილავი რომ აი დავიბენით კიდევაც თუ საიდან დაგვეწყო. ეხლა ჩვენ და არის თემები, რომელზეც თითქმის ყოველდღიურად საუბრობთ მე და შენ ჩვენს. კი, მე განცდებზე რომ ვილაპარაკოთ, კარგი. აი, რევოლუცია, ხელისუფლების გადაწყვეტილება 25 მაისს, ოპოზიციის სტრატეგია და გეგმა, ამ თემაზე ასე თუ ისე ჩვენ მოდი ვისაუბროთ სამოქალაქო პროტესტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა შაბათს და კვირას და ნუ დღესაც იყო აქცია. შენ არ იყავი შაბათს აქციაზე, მე ვიყავი. ბევრი ხალხი სრულიად სპონტანურად შეიკრიბა Facebook-ის და სოციალური ქსელების მეშვეობით. ნუ რამოდენიმეჯერ ეთერშიც იყო ეს მოწოდება. იყო რამოდენიმე 1000 კაცი, იყო მსვლელობა და დუმარე აქცია და მე ვნახე აქციაზე ის ხალხი, რომელიც არ გამოდის ხოლმე ძირითადად. ანუ რაღაც კომპლექსების იმის გამო რომ ისი ხმა არ იქნეს გამოყენებული ბინძური პოლიტიკოსების. ვინ არიან ეს ადამიანები? ნუ ნინია კაკაბაძე მაგალითად. მე დავწერე კიდეც Facebook-ში სლოგანად რომ ნინია კაკაბაძე თუ გამოვიდა მიშას დაერხა მეთქი. ნუ ამას რა თქმა უნდა. არა, რატო ნინია კაკაბაძის მწვავე კრიტიკა ხელისუფლების მისამართით მე მახსოვს. მე პატივს ვცემ ნინიას და ზოგ მის მეგობრებს, მაგრამ ნუ ვისაუბრებთ რა თქმა უნდა, თუმცა შეიძლება ის მოხდეს ისე რომ გახდეს ჩვენი გასაგებია. რასაკვირველია, იგი ჩვენი პოტენციური რესპონდენტია. პოტენციური, რომელიც შეიძლება გადავიდეს კინეტიკურში, მაგრამ ნუ ამის რა უნდა ჩაიდინოს ნინიამ მეცალკე თემა, არ ვიცი, ჯერ არ მომიფიქრებია, მაგრამ რაღაცას გააკეთებს ნიჭიერი გოგოა, რაღაც დღის ნიუსის კამპანია. არა, რატო ჩვენ დღის ნიუსის მიხედვით არ ვართ ხო? სტუმრებს. კარგი, ხო. მე იმის თქმა მინდა რომ არის გარკვეული ფენა ინტელექტუალებისა, რომლებიც ორჭოფობენ, რომლებიც იძახიან რომ ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი არ იმსახურებს იმას, რომ მას მხარი დაუჭირონ და სწორედ ამიტომ იკავებდნენ ისინი აქამდე აქციებზე მისვლას. აბა ბურჯანაძესთან ხომ არ მივალთ და ასე შემდეგ. ეს ხალხიც გამოჩნდა უკვე შაბათს აქციაზე, მე დავინახე ეს ხალხი, რომლებიც აპროტესტებდნენ ძალადობას. თუმცა არის კიდევ ესეთი ნიუანსები, რომ ძალადობა ორივე მხრიდან იყო, მე ვგმობ ორივე მხრიდან გამოვლენილ ძალადობას, რაც ჩემი აზრით არ არის სწორი, ეს არის რაღაც არასწორი შეფასება, რადგანაც თუ იყო ძალადობა მომიდიგეთ ამ მხრიდან იმ დღეს თანაზომადი არ შეიძლება იყოს ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ეს ყველა. ხო, იცი რა არის, მე და შენ შალვა ვისაუბრეთ ირაკლი ბათიაშვილთან, როდესაც იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ვთქვათ, რატომ ეჭირათ მომიტინგეებს ხელში ხელკეტები. დროშის ტარები. ხო, იცი რა, ეს საზოგადოების ნაწილმა გააღიზიანა, რა საჭიროა მშვიდობიან მიტინგზე დროშის ტარებით შეერაგება. დაამტვრიეს მანქანა ამ დროშის ტარებით. ხო, და ნამდვილად დაზიანდა ერთ-ერთი სამართალდამცავის მანქანა. ანუ აი ესეთი ტიპის აქციებმა და ესეთი ტიპის პროტესტმა, თუ შეიძლება ამას უწოდოთ უგნებოთ ინციდენტი, გააღიზიანა საზოგადოების ნაწილი. კი ბატონო, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვი. ანუ ეს ხო შეიძლება რომ მართლა ჩავთვალოთ რომ ეს იყო ძალადობა. კი, მაგრამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ხელისუფლების PR-მაც. მოლოტოვის კოქტეილებზე იყო ლაპარაკი. მე ეჭვმეპარება რომ იქ რომ მართლაც აღმოჩინათ მოლოტოვის კოქტეილი, ხო? სამართალდამცავებს ეს არ ეჩვენებინათ რეალ TV-თ ან სხვა ტელევიზიებით, ხო? ხო, მოდი ესე ვთქვათ. ნინო ბურჯანაძემაც დასვა კი. სად არის მოლოტოვის? მოდი ესე ვთქვათ. გენერალ უჩავას დაპატიმრების ფორმა არ იყო მისაღები, იმდენად რამდენადაც აუცილებლად გამოიწვევდა რაღაც პროვოცირებას. ანუ ხო ხდებია რას მომავალ. ხო, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილიც მხრიდან დღეს გაჩნდა ეჭვი, რომ გენერალი უჩავა ფარულად თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან. არ მინდა ზოგადად ყველა გენერალზე ეგ თქვა, მაგრამ როდესაც ადამიანი რაღაც გარკვეული სტრუქტურის წევრია, რთულია მან ამ სტრუქტურასთან გაწყვიტოს ურთიერთობა.
ხო, შალვა, შენ თქვი ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ლიბერალური წრის წარმომადგენლის პოზიცია, რომ არ საუბრობთ ნინია კაკაბაძეზე, რომ საჭიროა თუ არაო და იმსახურებს თუ არა დღევანდელი ოპოზიციაო, რომ მათ გვერდში დაუდგეთო. მე ვსვავ ამ შეკითხვას. იმსახურებს დღევანდელი არსებული ოპოზიციური სპექტრი, რომ ხარი დაუჭიროს საზოგადოების ნაწილმა, საზოგადოებამ. იოლი პასუხი იქნებოდა, რომ არ იმსახურებს, მაგრამ მე დამსგავსები იმ გლეხს, რომელიც იძახს, რომ გლეხი კაცის თვინ არავინ არ არის ყველა საკუთარი ჯიბის გასკერებაზე. ის შველიებ ამ ანდაზე. იცით, მოდი ესე ვთქვათ რა. საზოგადოების წევრმა უნდა გამოხატოს პროტესტი კონკრეტულ ფაქტებზე. ამასთან ეს პროტესტი ჩემი აზრით უნდა იყოს კვალიფიცირებული. ხო, მაგრამ ამ საზოგადოების წევრს თუ მოუწოდებს ის პოლიტიკოსი, რომელიც არ იმსახურებს, როგორც ახლა შენ თქვი, თანადგომას, ამ შემთხვევაში რა შურებით? რა თქმა უნდა, ეს თვითონ პროტესტის სიმძაფრეს რაღაცნაირად დისკრედიტაციას უკეთებს, მაგრამ თვითონ ამ ადამიანმა რაღაცნაირი სხვა ფორმა უნდა მოძებნოს, არ მივიდეს თუ არ მოსწონს იმ პოლიტიკოსის მიერ დანიშნულ მანიფესტაციაზე ან არ დაუჭიროს მხარი მას არჩევნებში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა რომ გამოხატო პროტესტი. გამოხატო პროტესტი თუნდაც იმით, რომ კაცრად დაელაპარაკო შენს გვერდით მყოფ სააკაშვილის მომხრეს, რომ თუ ის ამართლებს მიტინგის დარბევის ფორმებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიტინგის დარბევის დაშლის მიზანშეწონილებაზე არ არის საუბარი. ჩემთვის, ჩემი სოციალური ქსელიდან ამოუშალე ყველა ის ადამიანი, ვინც ამართლებს ფორმებს და არა მიზანშეწონილებას. აქ ზღვარი უნდა გაგვევიდე, მე მგონი რა. კი ბატონო, დღევანდელი რატო გეღიმება, შენ ესე არ მოიქეცი? არა, მე არ მოიქეცი და მე არ ვთვლი სწორი გადაწყვეტილება, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს არ მოусმინო. არა, მოდი ესე ვთქვა. არა, განსხვავებული აზრი არის სხვა რამ. მაგრამ როდესაც ადამიანი ამართლებს ფორმას, როდესაც ადამიანი ამართლებს იმას, რომ სპეცრაზმა თავისი დანაშაულებრივი ქონებებით სიკვდილის პირამდე მიიყვანა ადამიანი, ორი ადამიანი. როცა ამართლებ იმას, რომ სრულიად უმიზნოდ მოხდა ძალის გაუგონარი გადაჭარბება დანაშაულის ტოლფასი. ნუ ეხლა რთულია მე ამ ადამიანის აზრს უწოდო განსხვავებული აზრი. ხო, მაგრამ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას უჭერენ მხარს და მოგესხსენებათ ხელისუფლება თulis, რომ არ მოყოფილა ძალის გადამეტება და ყველა ეს ადამიანი, რომელიც დაისაჯა, იმსახურებსო, ხო? თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მათ მოუწევთ გამოძიების ჩატარება, რამდენად ობიექტური იქნება ეს გამოძიება, დღეს თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომ გამოძიება ჩატარდება. კი ბატონო. დღევანდელი ჩვენი გაცემის სტუმარია პოლიტიკოსი. ვირფასი კაცი. რომელიც ძალიან დიდი ხანი ასევე არ გამოჩენილა ტელეეკრანზე. მე აღნიშნე გადაცემის ანონსში, რომ მას სულ რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვამ ფარულ თანამშრომლობაში ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში დაადანაშაულა. ამის გარდა უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი აკრიტიკებს თითქმის სრული ოპოზიციური სპექტრის სტრატეგიას და ხედვას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს ჩვენ მოვისმენთ რა სტრატეგია აქვს თავად ბატონ შალვა ნათელაშვილს და როგორ გეგმავს იგი ხელისუფლების დამარცხებას. ხო, შეცვლას და დამხობას, სხვა შორის რამდენიმე წელია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობით ემუქრება შალვა ნათელაშვილი. მაშასე რამდენიმე წუთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოხატავს თავის სუბიექტურ აზრს. გადაცემა სუბიექტურ აზრში. შალვა ნათელაშვილი დაიბადა 1958 წლის 17 თებერვალს დუშეთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს სწავლა განაგრძო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 1991-92 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამომძიებლად, უფროს პროკურორად, პარტიული კომიტეტის მდივნად, საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსად. 1992-99 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული წესით არჩეული დამოუკიდებელი დეპუტატი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის ხელმძღვანელი. 1995 წლიდან დღემდე არის საქართველოს ლეიბორისტული პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ასევე გახლავთ მსოფლიოს იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო სამართლის ასოციაციის წევრი და ამერიკის შეერთებული შტატების ლუზიანას შტატის
საპატიო ელჩი ლუიზიანას უკაცრავას შტატის საპატიო ელჩი იგი არის ავტორი არაერთი საქართველოს კანონისა მისი ჰობია ასტრონომია თავისუფლად საუბრობს რუსულ და ქართულ ენაზე ყავს მეუღლე და ორი შვილი მოგესალმებით ბატონ შალვა მეგრულადაც მეუღლის დამსახურება ეს ასტრონომია რა მაგარი რაღაცაა ბატონ შალვა ასტრონომიის გარეშე ალბათ ადამიანის ცხოვრება იქნებოდა ჯოჯოხეთი და სიბნელე და სხვადასხვა სენეკას აქვს ნათქვამი ძველ ბერძენ ფილოსოფოს ბერძენს არა რომაელს მაგრამ არა უშვებს ბერძენ რომაელი იყო რომაელი წარმოშობა ბერძნული ქონდა არა რომაული ქონდა არა ბერძნული დედამომიჯოს დავნიძლავდეთ კი ბატონო დავნიძლავდეთ მაგრამ დავამთავროთ რა თქვა ის თაობაზე რომ ერთი ადგილინა რო ჩანდეს ვარსკვლავებიო დედამიწის ერთი ადგილი ნერონის მასწავლებელი იყო სენეკა დედამიწის ესე იგი ადამიანები უწყვეტ ნაკადად ივლიდან მის სანახავად ანუ ის სილამაზე რაც ჩვენს თავზეა იმის გამო რომ ხელმისაწვდომია ასე ვთქვათ არ არის ისე შესამჩნევი და ისეთი აღმაფრთოვანებელი რადგანაც ხელმისაწვდომია მაგრამ ძალიან საქართველოში ბევრი ასე ვთქვათ ასტრონომიული მიმდინარეობა არსებობდა იყო დიდი მეცნიერი ასეთი ევგენი ხარაძე კი ასტროფიზიკოსი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია წარმოადგენდა ერთ-ერთ უძლიერეს მსოფლიო ცენტრს ყირიმის და არესიბოს ობსერვატორიებთან ერთად და დღეს ეს ობსერვატორია ისე როგორც მთელი საქართველო არის გაყიდული განადგურებული გაპრივატიზირებული მეცნიერებია ერთი ტელესკოპია გასარემონტებული მეტი არაფერი ეს მეცნიერები გაყრილი სამსახურიდან შტატებში და სამაგიეროდ მიხეილ სააკაშვილის სპეცნაზით გამდიდრებული და მკვლელების ახალ სანამ დავიწყებდეთ პოლიტიკურ პროცესებზე საუბარს შალვა მინდა მოვიშველიო ქალბატონი ბელას პოზიცია დახასიათება ბატონ შალვასი შალვა ნათელაშვილის მეუღლის მოკლე დახასიათება მინდა შემოგთავაზოთ ასტრონომიის დიდი ნიჭი აქვს არაჩვეულებრივად იცნობს როგორც დედამიწას ისე მთელ კოსმოსურ სივრცეს ბაზალეთის სახლში დიდი ტელესკოპი გვაქვს რისის საშუალებითაც ცოტა ხნით მოვწყდებით ხოლმე სამყაროს და ვარსკვლავებში მოგზაურობთ. ერთი პერიოდი საოცარ ლექსებს წერდა და საერთოდ ძალიან კარგად ეხერხება ეს საქმე. ალბათ მოვა დრო, როცა დავწერთ მემუარებს, ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო და სათქმელი. ეს არის სულებს ახასიათებთ ქრისქება, ამდენად ყველაფერს უნდა. კარგად წერთ მართლა ბატონ შალვა ლექსებს, მე არ ვიცოდი ეს. კი წერდი რაში როცა რომანტიკოსი გახდა. მაგრამ პრაგმატიკოსი შევარდნა სააკაშვილმა ხელი შეუწყო. რეალობის პოლიტიკური სატირა პოლიტიკური სატირა შეინამოსტრებული. თქვენ ვერ შეგეჯიბრებით, მაგრამ სადღაც მეორე მესამე ადგილი მიკავია. ხომ არ შეგიძლიათ ეს ლექსი დღეს უფრო პოლიტიკური ტრაგედიის წინაშე დაგვაყენა. თქვენ დაწერილი ლექსი არ ეხება ჩვენს მაყურებელს. არ ეს იქნება ქართული პოეზიის შეურაცხყოფა ამდენად ამას ვერ ვიცი. ბატონ შალვა, კარგად ფლობთ ქართულ ენას, ეს გავიგეთ და ამას გარდა კარგად ფლობ რუსულ და მეგრულ ენასო. უნდა გადავამოწმო ისიც რატომ მართლა მაინტერესებს კარგად ფლობ თუ არა, იმიტომ რომ მაგალითად გუბას ანიკიძეს თავისივე მოწოდებულ ბიოგრაფიაში ეწერა რომ კარგად ფლობ, თავისუფლად ფლობ არაბულ ენასო, შემდეგ ჩვენ თერში განაცხადა რომ აღარ მახსოვს და ამავიწყდაო. კარგად ფლობთ ნამდვილად რუსულ და მეგრულ ენას. ახლა ვერ გაგიბავთ ვერ საუბარს დროა ცოტა მე ვეთქვი სააკაშვილი ონჯღორე. ეს არის სამარცხვინო კაცი, რომელიც არ წვენს სამეგრელოს, სპეკულიანტობს იმით, რომ დედამისი სამეგრელოდან არის, მაგრამ ამ ოჯახს არაფერი არც სამეგრელოსთან, არც კახეთთან, არც ქართლთან, არც ჯავახეთთან, არც რაჭასთან, არც აჭარასთან არაფერი არ აქვს საერთოდ, რადგანაც ამათ სულში არც ერთი გრამი ქართული სულის ნაწილი არ არის. ეს ოჯახი და ეს ჯგუფი წარმოიშვა იმისათვის, რომ საქართველოს ისტორია დაამთავრონ, მაგრამ ჩვენ ვართ იმისათვის ეს თაობა, რომ ამ ჯგუფის ისტორია დავამთავროთ. თქვენ ისტორიას დავამთავროთ და ამაზე უნდა ვისაუბროთ. ამაზე ბევრი უნდა ვილაპარაკოთ. იმ რეზიდენციაზე, რომელიც აშენება 9 მილიარდი ევრო დაჯდა და რომელსაც დაადგა 20 მილიონი დაჯდაო თვითონ იძახია. უცხო მატყუარა. ბატონ შალვა. 9 მილიარდი ევრო დაჯდა უხეში გატოლებით. ბატონ შალვა. ამდენად მოდი უფრო სერიოზულ თემებზე. კი ბატონო, სწორედ უნდა დავიწყოთ ტრაგედიაზე რაც ბატონო, უბრალოდ თქვენმა შემოსვლამ ხალისი შემოიტანა სტუდიაში. ბატონ შალვა. ბატონო, ხალისისთვის ხო, მაგრამ რა თქმა უნდა. ლეიბორისტული პარტია ვიბრძვით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი რაც შეიძლება მალე დავასრულოთ. ეს არის თქვენი განცხადებიდან მოკლე ამონარიდი, თქვენი ინტერვიუდან. ამის გარდა აცხადებთ, რომ არავის შეუერთებით პირიქით ყველა იქით შემოგვიერთეს სააკაშვილის რეჟიმის დამხობაშიო. ბატონ შალვა, თქვენ აკრიტიკებთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც გეგმავდნენ და გეგმავენ რევოლუციის გზით შეცვალონ ეს ხელისუფლება. ამის გარდა სკეპტიკურად უყურებთ იმ 8 ოპოზიციურ
ოპოზიციური პარტიის მცდელობას, რომლებიც გეგმავენ საარჩევნო განობის გაუმჯობესებას ხელისუფლებასთან ერთად. თუ შეიძლება მითხარით, როგორია შალვა ნათელაშვილის გეგმა, ხელისუფლების შეცვლა, როგორ უნდა მოახდინოს ლეიბორისტულმა პარტიამ? დიდი მადლობა ასეთი ჭკვიანური შეკითხვისათვის, რაც თქვენ ორივეს გახასიათებთ. იმავდროულად ამან მომცა საშუალება გლობალური შეფასება გავაკეთოთ იმაზე, რაც დღეს ხდება და ავტომატურად კითხვაზე პასუხიც იქნება. პრაქტიკულად 26 მაისს ღამით სააკაშვილმა ჩაიდინა არა მიტინგის დარბევის ქმედება, არამედ ორგანიზებული მკვლელობა დაუცველი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ორგანიზებული მკვლელობის ფაქტები და გვამები სამწუხაროდ არის სახით. რა თქმა უნდა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი პარტიის აქტივისტი და ჩვენი აქტივისტი ძალიან ბევრი იყო. აქტივისტი თქვენი პარტიის. ხო, აქტივისტი ზესტაფონიდან. დიახ. მოკლული იქნა და ნოდარ ცხადაძე ხუთშაბათს დაკრძალვა 2 საათზე ზესტაფონში და სიკვდილის წინ ეხვეწებოდა თურმე რომ ურტყავდნენ იმ ხელჯოხს რომ გული მაქვსო ცუდათო ბიჭებო და არ მოუკვდაო და იქვე ადგილზე დაემართა ის კორონალური სპაზმი და ადგილზე გარდაიცვალა. ეხლა ვინმე დაიჯერებს იმას რომ ის ორი გარდაცვლილის გვამი რომელიც იპოვეს თავისუფლების მოედანთან მდებარე მაღაზიის თავზე ბორკილიანი ელექტროდენმა მოკლა. ისინი იქ დაყარეს მერთომაპატიე და გადაიყვანეს ის ფაზა სახურავზე. ელექტრიკები კი ყავთ მოგეხსენებათ, ეგ პრობლემა არის, თელასი მაგათია. სახურავზე გადაიყვანეს ფაზა და შეადგინეს ყალბი ოქმი. ანუ მოხდა კლასიკური ორგანიზებული მკვლელობა, რომლის შემოქმედი და ბრძანების გამცემი იყო მიხეილ სააკაშვილი, ხოლო შემსრულებელი ჯალათი ვანო მერაბიშვილი. როგორ უნდა დასაჯოთ მაშინ? ეხლა რაც შეეხება პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში. 26 მაისის შემდეგ ოფიციალურად დააკანონდა და გაფორმდა დიქტატურა საქართველოში. ოფიციალურად რას? ეს არის ოფიციალური დიქტატურა, ანუ დიქტატურა თქვენ სტუდიაში არ იქნება. ნუ ახლა ცოტა ხანს დაიცადეთ. რას ნიშნავს? დაიცადეთ. გვარბევთ? არ გარბევთ თქვენ, მაგრამ გაიხსენეთ წინა პერიოდებში იმედის ისტორია, ჩვენი ოფისის დარბევის ისტორია და სხვა. ანუ ესეც მოსალოდნელია? ყველაფერი მოსალოდნელია. ხო, ლეიბორისტული პარტია შალვა ნათელაშვილის ლიკვიდაციაზეც საუბრობდა, მე მახსოვს ეს პერიოდი. ხო დარწმუნდით, ეს ამის ასე ვთქვათ, სურველი და ამის შემძლეა და ის ისტორიები რაც მაშინ გადახვდა ჩვენ თავს, ზოგიერთმა იუმორად მიიღო და იცინოდნენ რომ აი რა მოიფიქრეს, რა მოიგო. არა და ზუსტად იყო ვიცოდით გეგმა რა იყო დაგეგმილი. კარგით, ბატონ შალვა. სინვალის გზაზე აპირებდა გვამების დაყრას. ბატონ შალვა, გეგმა რა? სააკაშვილის არ მოგწონთ რევოლუციის გზა, არ მოგწონთ. ანუ მე დავამთავრო, მინდა 26 მაისის ღამიდან საქართველოში ოფიციალურად დამყარებულია ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ქართულო ხალხო, ჩემო აზერბაიჯანელებო, ჩემო სომხებო, ჩემო ქურთებო, იეზიდებო, ებრაელებო, რუსებო, უკრაინელებო, ყველა ვინც გვისმენთ, ყველა ვართ საქართველოს შვილები, ყველა ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ბედკრული ქვეყანა. ოფიციალურად დამყარებულია დიქტატურა და იმავდროულად რუსები ხო ამბობენ ნიბივეთ ხუდა ბეზდაბრო. იმას ნიშნავს რომ აგვეგზალა აზრის თავისუფალი გამოხატვა. აგზიხარ ლაპარაკობთ და. არა, გამოხატვას ხო და შედეგი მოყვეს. შედეგი ხო უნდა მოყვეს, კაცო, ჩვენ აგვეგზალა ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი საარჩევნო გზებით. სააკაშვილმა და მისმა პატრონებმა გვითხრეს რომ ა ბატონო, თქვენ მოინდომებთ ჩვენ შეცვლას, მიიღებთ ხელკეთს, მიიღებთ εμას რა ქვია ქიმიურ იარაღს, მიიღებთ სიკვდილს და დაგარბევთ და ამას გავაკეთებთ ყოველთვის სანამ იქნებოდა ბრძოლის ხასიათი. ბატონ შალვა, შემოგვიერთდეთ ყველა რეჟიმის დამხობაშიო, სააკაშვილის რეჟიმის დამხობაში. ზუსტად მაგას დავამთავრებინოთ. ანუ ესე იგი რუსები ხო უნდა გამოგეცადეთ წელა რუსულში ნიბივეთ ხუდა ბეზდაბრა რუსები ხო ამბობენ? ნეტ ხუდა ბეზდაბრა. ყველა ჩვენი რესპონდენტი გამოვცადო, როდესაც საუბარია ენების ცოდნაზე. ესე იგი სამაგერო დაამუშავდა ჩვენთვის ადამიანის უფლებათა 1958 წლის დეკლარაციის ის პუნქტი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაცია კონვენცია სხვა რამეა ბატონო შალვა ეს მოგეხსენებათ კონვენცია არის სავალდებულო იურიდიული ნორმა ხოლო დეკლარაცია არის ზოგადად პოლიტიკური და მორალური არავითარი სამაგერო რომაელები და ბერძნები სუჩხუბობდნენ და ედოებოდნენ ერთმანეთს მე რომაელებს ბალენში ყავს ხალხი ხო მე მაინც ბერძნებს ბალენში ყავ იმიტომ რომ რომაელებმა საბერძნეთიდან წაიღეს განათლება და ფილოსოფოსები და მეცნიერები იქნება მაგრამ იურისპრუდენცია რომაელებმა მოიგონეს მაგრამ 12 ტაბულის კანონი ბერძნებმა მოიგონეს და მე განავითარეს რომაელებმა. კი ბატონო, ამ შემთხვევაში მაგრამ ბოლოს მაინც კორპუს იურის ცივილი დაამთავრა ბიზანტიის იმპერატორმა, კი. ანუ ჩვენ წარმოგვეშვა უფლება დავამხოთ დიქტატორი. აქამდე რა, რას ნიშნავს? არა, აქამდე არაფერს არ ველოდებოდი. გისმენთ ბატონო. ჩვენ ვიცოდით, თქვენ როცა სააკაშვილის მომხებზანდებოდით ვარდების რევოლუციის დროს ჩვენ ახლა ეს არა, განა იმას გეუბნებით შენიშნავს. საყვედურით არა. არა, როგორ გეკადრებათ? ჩვენ მაშინვე ხო გეუბნებოდით, რომ ეს კაცი დააქცევს საქართველოს, დაგხოცავს გიჟია, პათოლოგია ასე შემდეგ, არა? მაშინ არავინ არ გვიჯერებდა. მთელი საქართველო მე მეძახდა ავანტიურის სამშობლოს მოღალატეს, შეორნაძესთან შეკროს და გიჟსაც სხვათა შორის და ასე შემდეგ. ეხლა ბატონო შალვა ამდენად მისი
ვისგან არის შეკრული ამაზეც უნდა ვისაუბროთ. კი, ეს პრობლემა არ არის, ვისაუბრებთ. მისი დამხობისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციის მუხლე უკვე ამოქმედებული. ესე რასაპირე? როგორ და გამოვიტანოთ ეს კაბინეტიდან თუ არ გამოვიტანოთ რა გამოვიტანოთ? როგორ კაცო, როგორ? უწყვეტი სახალხო დაუმორჩილებლობითა და რას ნიშნავს კონკრეტულად დაუმორჩილებლობა სახალხო? დაუმორჩილებლობა ნიშნავს ამიხსერეთ. შევიკრიბებით ასეულ ათასობით კაცი ერთი მოედნებზე პრეზიდენტის სასახლის გარშემო. კი ბატონო. არ შეუშვებთ სასახლეში. ერთი კვირა, ორი კვირა, სამი კვირა და ერთი თვის შემდეგ აი იმ კინოში რო არის ჩერეზ მესს უნიმსტანეთ. ხო გასწორთ? კავკასიელი პლანეტი. კი ბატონო. უნიმსტან და წაათრევენ თავისი პატრონები წაათრევენ და თუ არა გვაქვს პოლიტიკოსებს ამდენი ხალხის შეკრების საშუალება თქვენ გააქვთ? აი რო არა მაქვს, იმიტომ არ ვატარებ ჯერ. ეხლა ის მინდა ხალხი დამეხოცო. არა გაქვს ბატონ შალვა, არა გაქვს. ჯერ არა გვაქვს, მაგრამ ეს ანიშნავს რომ ხალ არ გვექნება. სააკაშვილმა თავისი მოქმედებით გამოიწვია საკუთარი თავის პარტიაში. თვით განაჩენი, საკუთარი თავის დამხობა. წევრზე არ არის, შეიძლება წევრი იყოს. ყავდა 120,000 მომხრე წევრიანად, მაგრამ ოფიციალურად წევრი 20,000-ია, მაგრამ ყველა წევრი არ გამოდის. 120,000 რა ამბავი. არ გამოდის. ყავთ ესე იგი, რატომ? ესე იგი არის ხალხი საზოგადოებაში და პარტიაში, რომელიც არის ზნეობრივად წმინდა, ერთგული, მოვა ხმას მოგცემს, ქუჩაში არ მაგრამ ქუჩაში არ გამოვა. არის ხალხი, რომელიც აქტივში ხმას არ მოგცემს, მაგრამ ქუჩაში გამოვა. მაგრამ არის ხალხი, რომელიც აქტივშია და ბოლოს გალადობს. არა, ეგ ვიცით. ამდენად ეს ძალიან რთული საკითხია. ესე იგი, რა მინდა ახლა ვთქვა, რა მინდა იცოდეს ჩემმა ხალხმა. მე მინდა აქვე ვთქვათ, რეალური მიზეზი რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ. საქართველოს დაკარგა დამოუკიდებლობა. საქართველოს თავისუფლება და სუვერენიტეტი, მერაბის, ილიას, ზვიადის, შრომა, ღვაწლი და ქართული ხალხის თავდადება გაყიდა სააკაშვილმა საერთაშორისო ტენდერზე და ამჯერად ყიდველი აღმოჩნდა ვაშინგტონში. ამერიკის ყველაზე ნეოკონსერვატიული წრეების აღარ არიან ეგენი ხელისუფლებები. რა მნიშვნელობაა? ხელისუფლებაში რო არიან, კონგრესში უმრავლესობა აქვს და ობამა ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, თუ იმათ არ დაუდასტურებს და ისინი სთხოვენ ამის მფარველობას. ამის მფარველობას შეთქმულების თეორიას. არავითარი შეთქმულების თეორია არ არის. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ამ დარბევის სულის შემდგმელი გახდათ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბატონი ბასი, რომელმაც დარბევამდე 2 საათით ადრე გავრცელა განცხადება, რომ თურმე მიტინგი იღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. თქვენ რას ქვია? რას ქვია? გადააჭერბეს და დარღვეულია სანქციის ვა და იწურება. ეს იგივეა. და 2 და 1 საათის შემდეგ CERO-ს ფილიალი რო არის, აქა CERO-ს ფილიალი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რო ქვია, დედაჩემის ხლის ხალხი როა შეგადა მამაჩემის ხლის. ახალგაზრდები რატო ქვია? ნუ ახალგაზრდები ცოტაა, მაგრამ ბევრს ხედა ჩემზე დიდებია. ესე იგი, იმად დაუდასტურეს, რომ კიო, იქო ნამდვილად სამართლებრივი დარბევის საფუძველი არისო. ესე იგი, ჩვენ მე რა მინდა ვთქვა? კი ბატონო. კვლავ ჩვენი ქვეყანა გახდა გეოპოლიტიკური ლომვეშაპების თუ გველეშაპების მსხვერპლი. რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების მსხვერპლი, ისევე როგორც 2008 წელს ამ გადარეულმა ცხინვალის ავანტიურა დაიწყო იმ მოტივით, რომ მაკეინისთვის მიეცა მეტი ქულები არჩევნების წინ, რომ აი ხედავ რუსეთი რაც საშიშია საქართველოს იფხობს და არ გავირჩიოთ მაკეინი პრეზიდენტად. ასევე გრძელდება ეს ბრძოლა ჩვენი ტერიტორიებისათვის, რომელიც გაყიდა სააკაშვილმა და ეს იყო რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება. რაც დამთავრდა დავამხოთოთ ბატონო შალვამ. ჩვენ ეს ხელისუფლება უნდა გაუშვათ უდიდესი თავდადებით, უდიდესი ბრძოლით. არ მინდა ლირიკა. გეგმა მითხარით, გეგმა. ასეთი შინაარსის განცხადებას თქვენ აკეთებთ. დაახლოებით ბოლო 3 წელი. ხო და გეგმა ბოლო 3 წელი ვერა სააკაშვილის დაბადებიდან ვაკეთებ. კი, მაგრამ დამხობისაკენ მოუწოდებთ უკვე. დამხობისაკენ სულ მოუწოდებ მე, მაგრამ არც მიჭერენ. ამ დროს დანაშაულია დამხობისაკენ მოუწოდებ. თქვენზე საქმე არის აღზრდა. ნუ არაერთი, ხო ეგ მნიშვნელობა. ხო და მაგრამ რატომ არ გიჭერენ? ამაზე უნდა ვისაუბროთ ბატონ შალვა. რა პოზიცია აქვს? გენაცვალე, რა გეგმა, როგორ? არ მინდა ლირიკა და გზნებარი. ეს უკვე არასერიოზულია. შალვა. ეხლა ცნობილი პოლიტიკოსი ხარ და PR-ში და ანალიტიკოსი. როგორ შეიძლება ეხლა არა, რა გაგებით ვამბობ. როგორ შეიძლება ეხლა დეტალებზე ვისაუბროთ? დეტალებზე არა. ელემენტარულ მომენტს გეტყვით. პარტიები, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ ორივე მხარე იყო დამნაშავე, არიან სააკაშვილზე უარესები. როგორ შეიძლება დამნაშავე იყოს ხალხი, მშვიდობიანი მოსახლეობა? არც ერთი პარტია. არა, როგორ არა, აცხადებენ, იმასაც აკრიტიკებენ, მიტინგის კი, მაგრამ რა დროს მიტინგის მოწყობების კრიტიკა, კაცო? ქუჩაში არიან უამრავი ვინმე გიჟების, ჭყიანების, ბრძენების, ექსტრემისტების, სახელმწიფო, იმიტომ ხარ შენ რომ მათი სიცოცხლე დაიცვა, კაცო? ერთადერთი ესე იგი კონსტიტუციებში, მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის პრაქტიკაში რაც ესე იგი წერია რომ სიცოცხლის დაცვის გარანტი ვინ არის? დეპუტატი? მინისტრი? ოპოზიცია? პრეზიდენტი? ხო, რა თქმა უნდა. მე პრეზიდენტი რო ხარ, სიცოცხლის დაცვის გარანტი და კვლელებს მიუსევ. უიარაღო. გაცილებით მეტი მასშტაბი. რომლებიც ღერიან.
შეიძლება რომ ამ შემთხვევაში ჩვენ თანაბარ დონეზე დავაყენოთ მიტინგის ორგანიზატორები და გეგმა მომიხაზეთ მოკლედ მაშინ. პარტიებს ვაკრიტიკებთ გასაგებია. პარტიების კრიტიკა კი არ არის ეს. აქამდე ყველა პარტიას უნდა კრიტიკა კი არ არის, ეს არის მხილება პირდაპირ. ანუ თქვენ რაღაც გაერთიანებაზე ლაპარაკობთ. გაერთიანებას კი არა. აბა რაზე ლაპარაკობთ? ყველა პარტიას აქამდე უნდა მეორე დღეს რა გავაკეთეთ ჩვენ დარბევის შემდეგ. აუვარდით პრეზიდენტ სასახლესთან, ეგრეთ წოდებული სასახლესთან აუვარდით და გადადგომა მოითხოვეთ. ყველა პარტიამ ერთი წუთი ის ვამატეთ, ყველა პარტიამ მოითხოვოს სააკაშვილის გადადგომა. შეწყვიტოს რუიანმა მოლაპარაკება საარჩევნო თემატიკაზე. მე მგონი მე თუ შეწყვეტილი და მოითხოვო გადადგომა. გაგრძელდება ეს პროცესი. მოითხოვო გადადგომა. როცა ყველა პარტია მოითხოვს აი ამ კაციჭამიას სისხლიანი მანქანის გადადგომას, ერთი წუთი სად იყო? 26 მაისს უამრავი ადამიანი. საპროტესტო აქციები ბატონშალვა ერთი წუთი შეიძლება. ერთი წუთი თუ შეიძლება. პარლამენტში ხოზი. არა, ბატონშალვა ერთი წუთი თუ შეიძლება. 9 აპრილის საპროტესტო აქციები, როდესაც იწყებოდა და როდესაც პასუხისმგებლობა აიღეს რიგმა პოლიტიკურმა ძალებმა, თქვენ მაშინ უარი თქვით სწორედ პასუხისმგებლობის აღებაზე და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას იღებდით როგორც რიგითი მოქალაქე. შემდეგ 26 მაისს თქვენ გაბრაზდით, მე ჟურნალისტებმა იციან ამის შესახებ, რომ იქ არ მოგცეს სიტყვით გამოსვლის საშუალება და უფლება. ბატონშალვა. არა ეს უფრო მაშინ, არა, კი ბატონო, ამ თემაზე არ ვისაუბრებ. მე მაქვს იმ 2009 წლის აქციების დროს სადაც იყო პრობლემა, სადაც იყო დარბევა, რატომ არ სადაც აიღეს იყო თქვენ ხალხის შეკრებილობა, იქ ვიყავით. სწორედ მაშინ 9 აპრილს რიგი პოლიტიკური პარტიები გეგმავდნენ არ გამოკლები ვარ ჩვენ. კი, მაგრამ თქვენ პასუხისმგებლობა არ რა პასუხისმგებლობა უნდა მივიღოთ? იქ რო დგავარ პასუხისმგებელი ვარ, აბა რა ვარ? არა, თქვენ თქვით რომ ჩვენ ამ აქციებში მონაწილეობას მივიღებთ როგორც რიგითი მოქალაქეები. ნათი ერთ რაღაცას არ შეუერთდით იმ პოლიტიკური პარტიების სტრატეგიას და გეგმას. არ გეწკინოთ, ძალიან გთხოვთ რა, ძალიან მიყვარხარ და ძალიან გეთაყვანებით. მე ვერ მივიღებ ვერანაირ საყედურს ჩემს მიმართ, ჩემს მიერ გაწეული ბრძოლისა და ჩემი მეგობრების თავდადების მიმართულებით. ვერანაირ საყედურს. ეს საყედური არ არის ბატონშალვა. მე 95 წლიდან სააკაშვილის გამოჩენისთანავე ვარ დაპირისპირებული შევარდნაძესთან და სააკაშვილთან და ესე იგი თავგანწირვის ფასად ვამხელ და ვებრძვით ამ რეჟიმს. მაგრამ პასუხისმგებლობას იცილებ ბატონშალვა ხანდახან. რომლის სიგრძე არის 60 სანტიმეტრი და სადაც შეეტევა რამდენიმე ათეული ავტომატი. ამდენად, ეხლა მე რა თქმა უნდა, საყოველთაო ბატონშალვა. ჩვენ არ ვიღებთ არავითარ საყოდულს. პირიქით, იმ ხალხისაგან, ვინც არ გვაფასებდა, ვინც მხარს არ გვიჭერდა, ვინც ღალატობდა, ვინც ყიდიდა როგორც ამომრჩეველი, იმ ხალხისგან. თქვენი პარტიის იმ ხალხისგან ბოდის არ მოვითხოვ, მაგრამ გაჩუმებას მაინც მოვითხოვ. მე პრეტენზიას ნამდვილად არ მივიღე, იმიტომ რომ არ დაგვიმსახურები არაფერი საპრეტენზიო. თავდადებულად ვებძვით ხელისუფლებას. ხეს ბატონშალვა, თქვენ განაცხადეთ რომ ჩვენ უნდა გადავაყენოთ ეს ხელისუფლებაო. უნდა დავამხოთ ეს ხელისუფლებაო. სწორედ 9 აპრილის აქციები, როდესაც იწყებოდა, მთავარი ამოცანა იყო ამ პოლიტიკური პარტიების, რომ შეეცვალათ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, როგორც თვითონ აცხადებდნენ, გამოვიყენოთ. მე ვინც დაიწყო იმათ რატო არ ეკითხებით, რატომ არ შეცვალეთ? კი, რატომ არ შევურდით? სადარ შევურდი, იქ არ ვიყავი. არა, როგორც თქვენ არ არიგეთ პასუხისმგებლობა. და როგორც ორგანიზატორი. არ გახსოვთ ჩემი გამოსვლები რუსთაველის პროსპექტზე, იმხელა. კი, მაგრამ ორგანიზატორი უყარეთ სააკაშვილის გადაგენებას, კენჭილო ვაყრებინეთ. საორგანიზაციო კომიტეტში არ იყავით, საორგანიზაციო აი საქართველო ამან დაღუპა. აი ამ საორგანიზაციო კომიტეტებმა დაღუპა საქართველო, ამ ალიანსებმა დაღუპა, ამ ბლოკებმა დაღუპა. იდეა უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა საორგანიზაციო კომიტეტი. იმ საორგანიზაციო კომიტეტში იწყება თავმჯდომარე, მოადგილე, რეფერენტი, მდივანი, მძღოლი, დაცვა, სისულელე. ეს ავანტიურა, პროვოკაცია და მე ხდება ერთმანეთის დაჭრა, მე ხდება იმ გაერთიანების დაშლა, მე ხდება ქვეყნის მიშლა მოხდა. ამის შედეგად ამდენად ჩვენ უნდა ვემსახუროთ იდეას, ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად არა, იმიტომ რომ სიებზე ვივაჭროთ, რომ აი ჩემი 3 კაცი ჩაწერე, შენ 4 კაცი, ჩემი 5 კაცი, ის ამას დავაფინანსებს, ის ამდენ ვინვაჭრობს ბატონშალვა. პოლიტიკოს, საქართველოში პოლიტიკა ბიზნესად იქცა. ბატონშალვა, რა მაინტერესებს? საქართველოში მე ეხლა ერთ რაღაცას გეტყვი. იყო ერთ დროს ოპოზიციაში მილიონერი ოფიციალური. ინჯია? არა. ის არის უკვე იმათ ყარეზია. ერთ-ერთი ოფიციალური. ნუ ახლა ესენი დადიან, მიდიან, მოდიან ტრანზიტ და ვაგზალე მაგაც პოლიტიკა. ხო და ეს პიროვნება ყოველთვის დადიოდა სხვაგან დასაფინანსებლად. ეძებდა სულ სპონსორებს და მე ვკითხე, კაცო, შენ მილიონერი ხარ მეთქი და რაღაც მიდიხარ ამ ასლანასთან და ჩვენ ფულს ხარ დავხარჯებული. ხო, ეგ რა. ხო. აი რა შეე საქმე. პოლიტიკა გახდა ბიზნესის, მილიონების კეთების საფუძველი. პოლიტიკა გახდა ვაჭრობის, გარიგებების, ავანტიურის, შავნაბადების, მერაბიშვილთან შეხვედრების, სააკაშვილთან მოლაპარაკებების საფუძველი. სანამ მაპატიეთ პოლიტიკაში არ მოვა ზნეობრივი, არა ვერცხლის მოყვარული ხალხი, მანამდე სააკაშვილი ის სააკაშვილებს და დაგვიხოცოს ხალხი. საპარლამენტო ხელფასებს დახარჯავთ სააკაშვილთან ბრძოლაში, თქვენი პარტიის წევრები. მე მგონი თქვენ მაინც კარგად იცით ჩვენ რა შევხარჯავთ საპარლამენტო ხელფასებს. ეს არის ბრძოლაშიც, ხო? თქვენ
მოქმედება. იგივე ბრძოლა, აბა რა, ეხლა სააკაშვილისგან განწირულ ადამიანებს რო გადავარჩენ და ეხლა ხო ჩამოთვლი აქ რამდენ ოპერაციას ვაკეთებ თვეში, რამდენ ოპერაციას ვაფინანსებ და რამდენი მას საერთოდ სიკეთის გაკეთების დროს მოგეხსენებათ აატრაბახობენ და ტელევიზიები არ მიყავთ მითხრა. სწორედ იქიდან გამომდინარე რომ თქვენ აკრიტიკებთ ოპოზიციურ პარტიებს. სხვათა შორის მაპატიეთ ნათია 3 მილიონი ნახევარი ევრო აქვს გადასახდელი პარლამენტს ჩვენთვის იმ განაცდურის გამო რაც არ შეგვიშოს პარლამენტში აი 99-დან წლიდან 2008-მდე. кейსი ვერ მოიგო. იგდევს რა ქვია ერთი ნაწილი მოვიგეთ. ჰააგის მაპატიეთ ჰააგის სასამართლოში ამის მიმართ გვაქვს შეტანილი საჩვენი დაპატიმრების მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლო გვაღიარა ჩვენ მსხვერპლად 10000 გადაახდენეს ადვოკატის ხარჯი. მაგრამ ჩვენი ნაწილი გამოყოფილია ცალკე. ამდენად როცა იმ თანხას ავიღებთ მე მთელი სერიოზულობით ვამბობ რომ ჩვენ შევქმნით აი ამ 26 მაისს დაზარალებულთა და სააკაშვილისგან დაზარალებულთა ფონდს აუცილებლად. კი ბატონო, ბატონშალვა, სწორედ იქიდან გამომდინარე რომ თქვენ აკრიტიკებთ რიგ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მათი სტრატეგიისა და გეგმის გამო და ამავდროულად ერთგვარად მოდით კიდევ ერთხელ ვიტყვი თქვენის ნებართვით ნუ გაცხარდებით, იცილებთ ხშირად პასუხისმგებლობას საპროტესტო აქციების მსვლელობისას გაჩნდა ეჭვი რომ თქვენ ფარულად თანამშრომლობთ მიხეილ სააკაშვილთან და ეს ეჭვი უკვე ღია დაადასტურა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა. ისე ბატონშალვა, ამ გავაგრძელებ რა. ეს კაცი ეს ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ ქართველს ეხმარება. ძალიან ბევრი საქმე გააკეთა. ძალიან ბევრი ადამიანი კულტურის სფეროდან დასაფასებელი ადამიანები დადებითად მოიხსენიებს ამ კაცს. რატო ეცით, რატო აუვარდეთ იქ და? ეხლა თქვენი ხელმძღვანელი არის ვანო მერაბიშვილიო, ბიძინა ივანიშვილის პრესმსახურება. თქვენი რეიტინგისთვის კარგია ეს დავიჯერო. ერთია როცა ცეზარ ჩოჩელთან აკეთებთ, კეზერასთან აკეთებთ. 2003 წელს როცა მე და ჩემს თანამებრძოლებს მთელი საქართველო გვაგინებდა. იმიტომ ხარი არ დაუჭირეთ ვარდების რევოლუციას. არა, ძალიან დიდი ნაწილი გვაგინებდა. როგორ არა? კი ბატონო. 2003-ში ხო? როცა ქვეყანა სჭირდება, რა თქმა უნდა დაუპირისპირდებით ძალიან დიდ ნაწილს და ქვეყანასაც შეიძლება დაუპირისპირდეთ. ბატონშალვა, როდესაც წარადგინეთ პრემიერ-მინისტრობაზე. პროსტორად გქონდათ სურვილი რომ თქვენი ხელისუფლებაში ჩვენ გქონდა სურვილი რომ მას ეს თავისი მილიონები ხალხისთვის დაეხარჯა. მაშინ არ ქონდეს ინფორმაცია. ონკო დაავადებულებებზე ხარჯავს ავანტობლებს, ხარჯავს. არა, რას ხარჯავს? როგორ არ ხარჯავს? ახლა ხარჯავს. კარგი და სერიოზული როცა ელიტიდან კურნალობს ადამიანებს და ელიტარულ ადამიანებს დაუნიშნავს გრანს და ხელფასს ეგ სრულებით არ ნიშნავს რომ საწყალი გაჭირებული აულაბარში ხოხმარში მყოფი ადამიანი აი ეს ვაგონში რო აღმოჩინე ოჯახი ისინი და სხვები არიან კმაყოფილები მან თუ მართლა უნდა ქველმოქმედება და თუ შინაგან გაწიოს მეტი კი არ უნდა გაწიოს უნდა თანაბარ ზომიერად დაეხმაროს ყველას მან უნდა შექმნას ფონდი აი ფონდი მაგალითად რეიკემი და არა არავითარი ფონდი არ აქვს ამასა ქართული ჯგუფიდან ირიცხება უზარმაზარი თანხები მარცხესრიგის დაცვის სიკეთე არა გაკეთებული სიკეთე გაკეთებული გააჩინა ბიძინა ივანიშვილს სიკეთე გაკეთებული აქვს იმისთვის ვინც მას მერე დაიცავს და გამოდის ვის ეკლესიასაც სიკეთე გაუკეთა ამიტომ და ეკლესია მიიღო ეკლესიის რეიტინგი ამიტომ მიიღო არ ვიცი ახლა ეკლესიას რამე გაუკეთა მივცეთ საშუალება მე მაინტერესებს იმიტომ რომ გაუკეთა ბატონშალვა ეკლესიას არ ვიცი მე ჩემას გაუნებრო ეკლესიას შავი აღურაც ეტანება ბატონშალვა როდესაც გქონდათ სურვილი რომ პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო მაშინ არ იცოდით რომ ელექტროშოკების ბიძინა 150 მილიონ დოლარს ყოველწლიურად აძლევს სააკაშვილს. ბევრია. სხვათა შორის არა ზუსტად ესია, სხვათა შორის ეს ნათქვამია ჩვენთვის ბატონ ბადრი პატრკაციშვილს. და კონკურენცია ქონდა. არა, პირველი უკმაყოფილება სააკაშვილს და ბადრის შორის მოხდა ამ საფუძველზე. სააკაშვილმა უთხრა რომ ბიძინა გვაძლევს ჩვენ 150 მილიონს და შენ რატო არ გვაძლევ? პირველი უთანხმოება და პირველი განხეთქილება მათ შორის. თორე მანამდე ბადრი ეხმარებოდა. თქვენ გქონდათ ბადრისთან ურთიერთობა ასე ახლო? რა თქმა უნდა ბადრის ეს შემთხვევაში აქვს. ელექტროშოკურ აპარატებს რო ყიდულობდა ბატონშალვა ეს საერთოდ ეს ინფორმაცია ელექტროშოკურ აპარატებს რო ყიდულობს და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი აქვს გადარიცხული და ეხლაც აგზელებს გადარიცხვას მარცხესრიგის დაცვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონდში. ეს ფონდი მოგეხსენებათ ყიდულობენ ქიმიური არახს, პატრულის მანქანებს, ელექტროშოკური არახს, ფორმას ჰუგო ბოსიდან და იქ აკერინებენ და სხვადასხვა. არა ჰუგო ბოსში ნამდვილად არ აკერებენ. არა ჰუგო ბოსს აკერინებენ და ჰიტლერის არმია და ესენატორში აკერინებენ, კადრას ჰიტლერის იმით ხასიათდებიან თვისებები და ზნეჩეულებებით. არა, კაი ადგილას ვაკერინებენ და ნატოს სტილი აცვიოთ, ეხლა ეჭუ ხარ გეპარება და ჰუგო ბოსი იყო ადრე ამ სამხედროზე პროფილირებული. ეხლა არის რა მნიშვნელობა აქვს? ბატონი ბიძინა თავის 5 მილიარდ ნახევარს, რაც ოფიციალურად დარეგისტრირებული აქვს დეკლარაციაში, იყენებს 2008-ში იცოდი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, იყენებს რეჟიმის გასაძლიერებლად 2008-ში მე ეს რეჟიმი ამ ფულს იყენებს ხელკეტების 2008-ში უბედურებისათვის 2008-ში ის არ ვიცოდი რომ შინაგან საქმეთა სამინისტროზე ამას ხონდა ეს არა
ეს რომ წოდნო და 2008-ში რა დღეში ჩამაგდეს არ ბატონშალვა. კი ნახავ რომ მომკლეს ახლა ამას რა დავასახელებდი, მაგრამ 2008-ში მისი დასახელება, აი გეტყვით, ნათია რამ გამოიწვია? რამ განაპირობა? როდესაც თქვენ არ ცოცხლად ნანახი არ გყავთ. მე ცოცხლად ნანახი შეიძლება ყავს, მაგრამ აღარ მახსოვს, რადგანაც იქ სადაც ჩვენ ცხოვრობდით, იქ ცხოვრობდა მეზობლად და აი გერეკლეს მოედანზე. მე მეზობლები გაყარა სხვათა შორის და კაზინოს აშენებს. თავის მეზობლები გაყარა, გამოსახლა და კაზინოს აშენებს. იქ ცხოვრობდა ჩემი და სხვათა შორის. მამაზი ხორა ხარ დაბოღო. არა, ეგ მე გავიგე, იმ მიტინგის შემდეგ გავიგე ეგ ამბავი, არ მოგუნებოდა არავინ. სხვათა შორის მინდა გითხრათ. კარგი, გისმენთ ბატონო. და ამდენად ესე იგი ეს პიროვნება ჩვენ დავასახელეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურად, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საზოგადოებაში არის ვერცხლის მოყვარული ელექტორატი, გარკვეული ნაწილი, რომელიც თავის ხმას აძლევს იმის მიხედვით, რა მატერიალური მოგება ექნება და მოსყიდვა გინდოდა და მომჩი. არა, მოსყიდვა კი არ გვინდოდა. ცხონებულმა ბადრიმ რო დააყენა კანდიდატურა, ამ ელექტორატმა იქით იხულა, მთლიანად. ბატონო. და შესაბამისად ესეთი მანევრი გააკეთა. შესაბამისად ჩვენ გავაკეთეთ მანევრი და მეორე ოლიგარქი დავსვით საწინააღმდეგო პოლუზე, მაგრამ რომ მოვეღო არჩევნები, რა თქმა უნდა ეს პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, რა თქმა უნდა ამ ფულს დახარჯავდა ავადმყოფებისათვის, კიბოთი დაავადებულებისათვის, სისხლის გაერთრებით დაავადებულებისათვის, ინვალიდებისთვის, კორონარული შუნტირებისთვის, გულის მანკიანებისთვის, ამ ფულს დახარჯავდა იქ და არ მოიტანდა ჩემთან რა ვირას როცა ესეთ რაღაცას აპირებთ, მანევრს რო ანხორციელებთ. გააკეთეთ განცხადება. კითხეთ თქვენ. არ გვიკითხეთ. როგორ შეიძლება ეგრე? რატო არ შეიძლება? ანუ თქვენ შეგიძლიათ მეც დამასახელოთ თქვენს მომხრეთ. შემიძლია. რათია შემიძლია დავასახელო? და მე რა? არა, შენ უფლება არ დაკარგდიან არა, მაგრამ ეს შედიოდა თუ არა სერიოზული რამდენად არის? თუ გავითვალისწინებთ რომ დუმილი თანხმობის ნიშანია, მან ამას უპასუხა ხანგრძლივი დუმილით, დღემდე არ გამოუთხე ამაზე პოზიცია და შეიძლება ითქვას რომ არ მიიღო ეს. ხო, მაგრამ დღეს თქვა რომ თქვენ თანამშრომლობთ ფარულად ხელისუფლებასთან და ხართ თქვენი ხელმძღვანელი არის პირადად ვანო მერაბიშვილი და 2007 წელს რომ გადაუჭით დაჭერასო, გაჩნდა ეჭვი რომ სწორედ მაშინ დაიწყეთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. აი 300 მეტრზე ერთად სულ ყავაზე ჩაის. კი რა თქმა უნდა, ზუსტად ის ბატონმა ვეძინამ. მე მინდა მოგახსენოთ რომ როგორც ჩანს ჩვენი ასვლა, ეხლა ნარიყალაზე ალბათ მიქცეული გექნება ყურადღება 10 წელია ვლაპარაკობ. 10 წელია კავკასიაზე 1-20 გამოსვლა, მაგრამ ხალხი მიხედეთ, კი ბატონო მილიარდერია, კი ბატონო პატივსაცემია, მაგრამ ნარიყალაზე წინაპრების ძვლები სადაც არის, სადაც ქართლის დედაა, სადაც ციხის ნანგრევებია, სადაც ბოტანიკური ბაღია, არ შეიძლება რახან მილიარდი იშოვე თავზე დაგვაშვიდა კაცო, ეხლა რამდენი იტალიელია მილიარდერი და აუშენებიათ კოლიზეისთან, რა მე ხარ ხო? აბას ვაპარაკობ კაიხანია, ეს ეხლა კი გამიწია. ხო და ამიტომ რაიმე სიახლე ამ ასპექტში არ არის, მე მინდა მხოლოდ გულის დაწყვეტა გამოვხატო იმის გამო რომ წერილი, რომელთაც მათ გამცეს პასუხი საკმაოდ უძდელურია, ანუ პირდაპირ გინებაა შეგნით. რა გამოიხატება გინება? არა, პირდაპირ უცენზურული გინება არ არის. ნუ ლექსა დაწერილი ლექსა კამოს ლექსი მოიშველიეს. ხო, ნუ მაგრამ მე არ ამგონია რომ ეს ბატონ ბიძინას საკითხული ქონდეს და არ ამგონია ის კალამბურია, ასეთი უძდელი იყოს და ალბათ მაინც რაღაცად ეფერები ბიძინა. ალბათ არაფერს არ ვეფერები, მე მეკითხე რომ ის საქართველოს მტერია ისეთი როგორც სააკაშვილი. ვინ სააკაშვილს აფინანსებს? ბეჟუაშვილები, კეზერაშვილი, ივანიშვილი, ჭყონია, ლეკიშვილი, ჯორბენაძე, თუ ვინც არის რა? ჯორბენაძე? ნუ ჯორბენაძე მოიყვანა ხელისუფლებაში. რაღაც რო ჯორბენაძეა ურტყეს იმას ხელკეტები. აუ უფრო მაგრამ უნდა ეთქვათ. ჯორბენაძე ჩააბარა ხელისუფლება. რა სადიზმია? არაფერი სადიზმი არ არის. მე გაუბნები თქვენ. იმას საწოდა მომიტინგებდა ჯორბენაძე. არა, ჯორბენაძე უნდა იჯდეს ციხეში. ჯორბენაძე უნდა იჯდეს ციხეში. მოიცა ახლა ამასწილად ახლა სიტყვა მოიტანა და კი ბატონო. არა, ბატონო, ძალიან საინტერესო განცხადება. ერთი წუთით. არა, მაინც საინტერესოა. ერთი წუთი რა. ახლა მე თქვენ გეტყვით ერთ რაღაცას. კი ბატონო. სააკაშვილის ბანდა რატოა ასეთი გულმოცემული? იმიტომ რომ შევარდნაძის ბანდას ყველაფერი ეპატია. ყველაფერი შერჩა. ამასინად კითხულობ ხალხო, ესენგეს ქვეყნების მილიარდერთა რეიტინგს. ეს სიძე კაცი, სიძე ბატონი, ჯოხტაბერიძე, ხო იცი ტურამ რო უთხრა რომ კი ტურა კი ვარო, მაგრამ ძეს ხო ჯობი ვარო იმ ხალხს რომ მისდევდა. მილიარდ 200 მილიონი ქონია. აი ამ ჩვენგან აწაფნელი მაგთითა და აი ამ ფულით. ხო შერჩა ყველაფერი. თქვენ რა მობილური სარგებლობთ? მე მობილური სარგებლობ, მას შემდეგ რაც დაიჭირეს ხალხი ჩემთან დარეკვის გამო. ეს ერთი. ახვლედიანი რომელმაც შეჭამა მთელი ფოთის სპორტი და მთელი მილიონები იშოვა შევარდნაძის მძახალე. ხო არის თავისუფალი. ცეზარა, ნუგზარა, გოგია, ხო შერჩათ მილიონები. აი ამ ადამიანის სასტიკად უნდა ცემონ ბატონ შალვა თქვენი პოზიცია ასეთია. ფიგურალურად იხმარა ალბათ რა. პასუხისმგებლობაში უნდა მიეცათ რომ მე ქათმის დაკლას ვერ უყურებ, რას მაბრალებ, ეხლა ნუ გადამრევ. არა, თქვენ ძალიან რომ უმაგროვდა გეცემა. უფრო მეტად უფრო უნდა ეცემა. ამდენად ამ მაფიამ გადასცა აი ამ მაფიას ხელისუფლება და ეს ორივე მაფია ერთად უნდა დაждდეს საბრალდებო სკამზე. თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ რაც მოხდა ყველაფერზე. ჩვენ სანამ სიმართლეს არ ვიტყვით, სანამ არ დავასახელებთ რეალურ ავტორებს,
არქიტექტორებს, საძირკვლის შამკრელებს აი ამ რეჟიმისა ვერ მივაც ჭეშმარიტებამდე და ვერავის ვერ დავამხობთ. თუ დავამხობთ, ისევ სააკაშვილო. როგორ? მაშინ კიდევ ერთხელ, ანუ უახლოესი გეგმები რა. უნდა შეწყვიტონ პარტიებმა პოლიტიკური პროსტიტუცია, უნდა შეწყვიტონ რას უყურებს? აბა მარტო ვერ გავაკეთო, კაცო. მე რო გამოვიდა მიტინგს მოაწყობდა, სხვა პარტია გახანდება და ამერიკის ელჩი შეხვდება და ექსტრემისტად გამომაცხადა. ხვებზე ხარ დამოკიდებული? რას ლაპარაკობ? ხვებზე ხარ დამოკიდებული? ზეზე რო იწება ამოფრქვევები დედამიწაზე. ხო, პროტუბერანსები რო იზრდება დედამიწაზე ის იმპაქტებით სიკვდილიანობა იზრდება, კაცო. კი, რა თქმა უნდა. კოსმოსშია ყველაფერი დამოკიდებული ამ პატარა ერთ სისხლთან, საქართველოში არა ვარ დამოკიდებული. ანუ სხვა პარტიების მძევალი ხართ ამ ხელა პარტია. სხვა პარტიების მძევალი გიდარი. მთელი ქვეყანა იმ სხვა პარტიების მძევალი. ამიტომ დამოკიდებული ყველა პარტიამ აი 26 მაისის სისხლიან ღამესთან დაკავშირებით გავაკეთოთ განცხადებები სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა. და არ მოყვებიან. ხო და როცა ის არ გადადგება, მე დავნიშნოთ მიტინგი, რომელსაც აღარ დავამთავრებ და დავბლოკავთ პრეზიდენტის კანცელარიას. ბატონ შალვა, გუბა სანიკიძემ განაცხადა რომ და იმას ვერ მოვიყვან მართლა ტანკი. ბატონ შალვა, გუბა სანიკიძემ განაცხადა ჩვენს ეთერში რომ ეს არ წავა, ბატონ შალვა, რუსთაველზე მიხეილ სააკაშვილს ჩვენ ვერ მოვერევითო, გუბა სანიკიძემ განაცხადა. არ ვიცი მე ვინ რა განაცხადა, მე საერთოდ ვისურვებდი რომ ჩემი მეგობარი და ძალიან პატივსაცემი ადამიანი, რომლის მამას მე ვთვლი ჩემს მასწავლებლად, არიჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს ჩემთვის შინაგანად იქნებოდა ძალიან სასწაული. აი მრვიანის ფორმატ გულისხმობ. ხო, რვიანის ფორმატ. ბატონ შალვა, კარგით, ვასწავლეთ. მაბადეთ ჩქარი ტემპისათვის, მაგრამ თქვენ ისეთ დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. არა, კარგი გააცემა. გასაგებია, ბატონ შალვა, მაგრამ ბოლოს მინდა გკითხოთ, დღევანდელი ჩვენ გადაცემის დასასრულს მინდა გკითხოთ. გასაგებია, ხელისუფლება ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებთ, რომ მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა, მაგრამ ბატონ შალვა, თუ დაიწყება საპროტესტო აქციები და რამდენიმე პოლიტიკური პარტია აიღებს პასუხისმგებლობას, რომ თქვა დაიწყოს ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქციები. ლეიბორისტული პარტია შეუერთდება თუ არა აი ამ მოთხოვნას. ესე იგი, ყველა საპროტესტო აქციაზე ჩვენ გვიჭერენ, ჩვენ ყლავენ, ჩვენ გვეძებენ, სპეციალიზი ჩვენთან მოურბის და ახლა ეს კითხვა შეიძლება ჩვენთან დასვოთ, ნათია? აბა სად ვიქნებით, კაცო, ნუ გასწრებით. კარგი, ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე, მაგრამ ბატონ შალვა, მაინც მინდა გკითხოთ 25 მაისის შემდეგ. როგორ ფიქრობთ? არის შესაძლებელი მართლაც რომ სწორედ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ან სადმე სხვაგან. ხო, ფართო მასშტაბიანი აქციები. ნათია შეიცვალოს ეს ხელისუფლება. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ფართო მასშტაბიანი აქციების გზით. ეხლა უფრო მეტი აქვს შანსი. ეხლა უფრო მეტი. იმიტომ რომ რეჟიმმა მიაღწია თავისი განვითარების უმაღლეს და უკანასკნელ სტადიას, რომლის შემდეგ არის ქვევით ჩამოქანება და დამხობა. დამთავრება. რეჟიმმა უკვე საბოლოოდ აჩვენა თავის სახე ქვეყანას და სოფლიოს და ის უკვე დაადგა დაშვების გზას. ეხლა ისე უნდა ამაზე უარესი არ მოხდება არაფერი, ანუ ნუ ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს? ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს? კაცი ეხოცება არ მომკლაცო და კლავენ მოედანზე. ბატონ შალვა, ჩვენ ვიცით რომ საპროტესტო აქციების გამართვას სჭირდება უმეტეს თუ ეს არის. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ზატუნა ვიყოთ ეს ბატონ შალვა, თუ ეს არის ხანგრძლივი საპროტესტო აქციები, თუ აქვს ხანგრძლივი აქციის ფორმა, სჭირდება აუცილებლად ფინანსები. ლეიბორისტულ პარტიას აქვს ფინანსები რომ დაიწყოს ფართო მასშტაბიანი აქცია. აი ახლა მე პირდაპირ მინდა გითხრათ, აი იმიტომ ვერ ვიწყებთ ჩვენ ქუჩის აქციებს, რომ არ გვაქვს ფინანსები. ერთადერთი მიზეზი. პირდაპირ აი ეს არის მარტო. მხოლოდ ეს არის მიზეზი. ანუ მხოლოდ ეს არის, იმიტომ რომ ახლა სწორად გამიგეთ, ყველა ქართველები ვართ, ხო და მე ვარ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები და თოქ-შოუს წამყვანები და რო ჩამოვა კაცი ახლა გორიდან და ხარაგაულიდან აქ და მე ვერაფერს ვერ პატრის ვებცემ და ვერაფერს პატარა იმასაც ვერ შევაჭმა და ვერ დავალევინებ, ხო გამისკდა გული. ამდენად უფინანსობის გამო ჩვენ ვერ ვიწყებთ ამას. ვერ ვიწყებთ რამდენი გინდა? ამასობაში. რამდენი გინდა? ბიძინა ივანიშვილი. არ მოგწევთ არასოდეს. რამდენი გინდათ? არ არის ეს სათქმე. რამდენი გინდათ? პატივისცემისთვის თანხა შეგიძლიათ? ებრაელი კაცი. ბევრად ქართველი იყო. ბევრად პატრიოტი იყო. ბადრი გაძლევდათ ფულს. ნუ ერთხელ მოგწო, მაგრამ აღვიძრეს საქმე და რამდენი მოგწევთ? გადმორიცხა 100.000 საპრეზიდენტო არჩევნების დოლარი? კი. რამდენი გინდათ რომ დაიწყოთ? ეს ძალიან ისეთი თემაა. ნუ მაინც საერთოდ რევოლუცია ისეთი რამეა, რომ ზოგჯერ ხდება $100,000 გეყოფათ? ყოველგვარი ფინანსების. კაცების ბოლოს ჩვენ გავიგეთ, რომ მაინც თქვენ ემხრობთ რევოლუციის გზას. სხვანაირად არ წავა ეს და ამიტომ არის რომ ყველა ბიზნესი და ბიზნეს არხი არის ჩაკეტილი, ამიტომ არის რომ ყველა გადმორიცხვა რაც ხორცელდება უცხოეთიდან ვანოს კაბინეტში და საღამოს, თავარი ეს არის ამათთვის რომ ფინანსი არ იშოვოს ოპოზიციამ. ოპოზიცია ეს ადგილობრივი ბიზნესმენები არიან სააკაშვილზე უარესები, ესენი არიან მოღალატეები, მე მიმაჩნია რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ ხაზარაძეებს აი ამათ ვინც ჩამოთვალე და ვინც ვერ ჩამოთვალე კიდევ უნდა ჩამოერთვას ბიზნესი და გაკეთდეს სახალხო გადარჩენის დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. სახალხო გადარჩენის ფონდი ესენი არიან მკვლელები. ის ელექტროშოკი, ის იარაღი, ის სპეცრაზმელი იყო სწორედ აი ეს ბიზნესი, ეს კეზერაშვილი იყო, ეს ბეჟუაშვილი იყო, ეს ივანიშვილი იყო, ეს ჭყონია იყო.
აი რაც ხალხს მოხვდა, იმიტომ რომ ამათ მიაქვთ კანცელარიაში ეს ფული. ამდენად ეხლა მე იმას კი არ ვამბობ, სააკაშვილივით ეხლა ღამე შევუვარდეთ ვიღაცას და როგორ უნდა ჩავუვარდოთ რა? არა, უნდა გადამოწუნდეს ეხლა როგორ ჩაიგდო ჭყონიამ ისა კოკაკოლას წარმოება. გეტყვით 7 მილიონი სახელმწიფო კრედიტი, თურქული კრედიტი აიღო, მიითვისა, მე ჩამოაწერა ზაპატიოს, ხო იცი? მოკლა ქართული ლიმონათის წარმოება, წაიყვანა ლაღიძე მიტროფანეში თავმავალი და მოადგილედ დაისვა. იცულებით არ წაუყვანია ბატონ შალვა, ხო ალბათ? რა? მიტროფანე ლაღიძის შთამომავალი იძულებით ხომ არ წაუყვანია? არა, მიტროფანე ლაღიძის შთამომავალს რო არ აღმოაჩნდება სიმტკიცის და ბრძოლის უნარი, შენ არ უნდა იკადრო ქართული წყლების და ქართული ლიმონადის განადგურება, რომელიც კოკაკოლას ჩაისვავს ჯიბეში. ძალიან დიდი მადლობა. სოფლიო გამოგონება. ისევე როგორც ის რა ქვია, კეზერაშვილს რა უნდა დაუტოვოთ ის. ძალიან დიდი მადლობა ბატონ შალვა, ისე თუ რევოლუციის გზას ბეჟოშვილს უნდა დაუტოვოთ ის რა ქვია, ჭიათურის მარგანეცი და ის ფერო, ჰა? და სააკაშვილის ბიზნეს უნდა დაუტოვოთ. მე არ ეს რაღაც ლაპარაკები ექსპლორაციაზე რა. ჩვენი შეხედულებები მესმის პატივსცემ, მაგრამ ესენი არიან ყაჩაღები, ესენი არც მემარჯვენეებია, არც მემარცხენეებია. ალასანიას უნდა დაუტოვოთ აეროპორტი და ოქროსაბადო, ამ ნაძირალა ბიძამის, რომელმაც გაზარდა ეს გოლესტიცილია. ბატონ შალვა, თუ შეიძლება. ისე საინტერესოა, თუ არ ვერთ, თუ თქვენი პოზიცია და თქვენი სტრატეგია რომ რევოლუციის გზით შეცვალოთ ეს ხელისუფლება, რატომ არ უერთდებით ქართულ პარტიას და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გაერთიანებას? ხო, ანუ ბათა ისინი აგრძელებენ ბრძოლას. არსებულ პარტიებს არ ვენდობთ. დიდი მადლობა. და რა ვქნა ახლა კი ბატონო, არა გასაგები. ძალიან დიდი. თუ დაიმსახურებენ დობის კრიტერიუმებს და ლიმიტებს, ჩვენგან მიიღებენ დაუყოვნებლივ საფასურო. რომელ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ენდობით ბატონ შალვა? არ მინდა ახლა ისე გამომივიდეს რაღაცა გამხეთქი, მაგრამ მე ვიმეორებ რომ ჯერჯერობით ნდობის პროცენტი არასრულა იმ სიტუაციამდე რომ იყოს თქვათ ერთსულოვნება და აჩვენეს პროცესებით. აბა ახლა რას გავდა ეს რევოლუციური სიტუაცია. ჯერ ჩამოდიოდა ის ერთი მეგობარი პარიზიდან, აიათოლა ხომეინივით, ყველა ველოდებოდით. მე არ ჩამოვიდა, მე ის ხალხი ნაწილი მივიდა იმის ხათრით მიტინგზე, ხო? და დაზარალდნენ იმის გამო რომ იმას ელოდებოდნენ ლიდერი არ გამოჩნდა. ეს არა ეს სერიოზულობა მეგობრებო. მესმის. დიდი მადლობა ბატონ შალვა. და მე პატივს ვცემ მაგალითად ამ ქალბატონის რომელსაც ახლა ზოგიერთები აკრიტიკებენ თავდადებას. ბურჯანაძეს? დიახ. პატივს ვცემ, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში არ თვით რომ ავანტიურაზე წავიდა? მოდი ახლა ამაზე ნუ ვისაუბრებთ. არა, ვერ ვისაუბრებთ. ამ ქალს რა რესურსიც ჰქონდა, რის თავიც ჰქონდა, ეს გააკეთა. კაი. კარგი, დიდი მადლობა. იმათ ვინც წამოვიდნენ, ისა მილიარდები რო წაიღეს ხელისუფლებიდან და პარიზის ბანკებში რო და შვეიცარიის არ წაუღია მილიარდები მე არ ვიცი ვირა წაიღო, მაგრამ ვინც წაიღო, ხო? ისინი სხედან და იყურებიან გამოჩნდებიან ხანდახან და შეიმალებიან მე არ დაინტერესებულ ხართ ბატონ შალვა, ნინო ბურჯანაძემ წაიღო თუ არა მილიონები. მოდი ნუ დავიწყებთ ახლა მორალური სასამართლოს ჩატარებას. მე გაუგნებით, რომ სანამ ოპოზიცია არ დაემსგავსება ოპოზიციას, პარტიები პარტიებს, იდეოლოგიებს ნუ დაიწყებენ ჭუის სწავლებას და დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ჟულის კანონის კითხვას. ხვალამდე გემშვიდობებით.